პარლამენტში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს უსმენენ, რა არგუმენტები აქვთ კომპანიებს მაღალ ფასებთან დაკავშირებით, ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. ირანმა ნახიჩევანის აეროპორტზე დრონებით იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დრონები ჩამოვარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც. დღეს ადგილობრივი დროით 19 საათზე ომანიდან საქართველოში მოქალაქეების ჩამოსაყვანად სპეციალური ავიარეისი შესრულდება. თბილისის მერია და ფონდი ქართუ იპოდრომზე პარკის მშენებლობის მე-6 წელს აცხადებენ, რომ ყველა პროექტი, რაც ქართუს თბილისში აქვს დაწყებული, აუცილებლად ბოლომდე მივა. საქართველოს ბანკის მფლობელი Lion Finance Group PLC პირველი ქართული კომპანია გახდა, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის უმთავრეს 500-ის ინდექსში შევიდა. მოგესალმებით, ეს საქმის კურსია დღეს თავარ ბიზნეს და ეკონომიკურ ამბებს მე ჟურნალისტი ანუკა ჯოხაძე გაგაცნობთ. ახლო აღმოსავლეთიდან საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნების მიზნით დანიშნული ბოლო სპეციალური რეისი დღეს ომანის დედაქალაქიდან მასკატიდან 19 საათზე შესრულდება. ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარების გამო რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვამ საერთაშორისო ავიამიმოსვლაში შეფერხებები გამოიწვია. შედეგად გარკვეული მგზავრების საქართველოში დროულად დაბრუნება შესაბამისმა ავიაკომპანიებმა ვერ უზრუნველყვეს. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მოქალაქეების დასაბრუნებლად სპეციალური რეისები დაინიშნა. 3 და 4 მარტს უკვე შესრულდა 2 სპეცრეისი. ტაილანდში საქართველოს ასობით მოქალაქეა ჩარჩენილი, მათ შორის არიან ტურისტული კომპანია Wonderfly-ს გასტროტურით წასული 53 ადამიანი, რომელთაც ბანგკოკიდან ავიაკომპანია Air Arabia-ს ფრენა დუბაის გავლით 6 მარტს ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა ავიაკომპანია მათ შეატყობინა, რომ რეისები გადადეს 9 მარტამდე. Wonderfly-ს წარმომადგენელი ამბობს, რომ მათ კომუნიკაცია ჰქონდათ Air Arabia-ს როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონის წარმომადგენლებთან, თუმცა ავიაკომპანია ჯერჯერობით მხოლოდ ეგრეთ წოდებულ credit refund-ს თავაზობს ტაილანდში ჩარჩენილებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ მოლოდინი აქვთ, რომ სახელმწიფო დახმარებას აღმოუჩენს. BMG-მ კითხვით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, უწყება აცხადებს, რომ ფლობს ინფორმაციას ტაილანდში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით და ინდოეთში საქართველოს საელჩო კომპეტენციის ფარგლებში უწევს მათ შესაბამის დახმარებას. ტაილანდის საჰაერო სივრცე ღიაა და კომერციული ავიარეისები ხორციელდება. მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ ალტერნატიული მარშრუტები საქართველოში დასაბრუნებლად, მოგწერეს საგარეო უწყობიდან. ტოვებს მინიმუმ კიდევ 10 დღე ყველანაირი დახმარების გარეშე, ანუ აქ საუბარია იმაზე, რომ ალტერნატიული გზები, რომელიც ჩვენ თავად უნდა მოვიძიოს, ვთქვათ, ჩინეთი, ევროპა და ასე შემდეგ და არის საუბარი რამდენიმე ადგილზე ყოველი დღე და ფასები არის კოლოსალური, რაც არის 7000 ლარი, 10000 ლარი. გვაქვს ინფორმაცია ჩვენი შიდა წყაროებით, რომ დაინიშნა რეისი ტაილანდიდან საქართველოს მიმართულებით, რაც არის ტაილანდი, შარშა, ომანი, საქართველო და რეისში არის 7 ადამიანი ჯერჯერობით სიაში. ჩვენ ხვდებით, რომ შეიძლება ეს იყოს რაღაცა კერძო რეისი ან მთავრობის მიერ დაფინანსებული რეისი, თუმცა ავიახაზებმა არ უარყო ამ რეისის ალბათობა. შესაბამისად გამოდის, რომ შესაძლებელია ჩვენი უსაფრთხოდ გადაადგილება და ეს ალტერნატიული გზა არსებობს. ანუ Air Arabia-ს მომხმარებლები არის 130 ადამიანი უკვე და ზოგადად საქართველოს მოქალაქეები თითქმის 500-მდეა. გუშინდელი დღეს მონაცემებით დარწმუნებული ვარო, დღეის მონაცემებით რიცხვი გაცილებით დიდი იქნებოდა, ამიტომ ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ სახელმწიფო დაგვეხმაროს, რა თქმა უნდა. იქნება ეს ვთქვათ შუამდგომლობა ავიახაზებთან, იქნება ეს ჩარტერული რეისი თუ რაც არ უნდა იყოს, რაღაცა პასუხი უნდა გქონდეს, იმიტომ რომ უბრალოდ ესე ვართ გამოდის მიტოვებულები. BMG დაუკავშირდა კომპანია გასას დირექტორს, რომელიც Air Arabia-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. გიორგი შენგელიას თქმით, ამ ეტაპზე მათი კომპანიის გავლით სამგზავრო ტაილანდში 12 ადამიანი იმყოფება, თუმცა ყველა ავიაკომპანიას ფრენები 9 მარტამდე შეწყვეტილი აქვს. მისი თქმით, ისინი ხაზზე არიან დაზარალებულებთან და ელოდებიან სიახლეებს, განახლდება თუ არა ფრენები 10 მარტიდან. ჩვენი კომპანიით სამგზავროდ ტაილანდში იმყოფება 12 ადამიანი, რომლებიც უნდა დაბრუნებულიყვნენ გასულ დღეებში, ამ პერიოდში. ფრენების შესრულება შეწყვეტილი აქვს ყველა ავიაკომპანიას, რომელიც დაფრინავდა სპარსეთის ყურის აეროპორტებიდან, მათ შორის Air Arabia-საც, რომლითაც ეს ადამიანები არიან გამგზავრებულები. შესაბამისად, ჩვენ ვპატრონობთ ამ ადამიანებს
უზრუნველყოფ ჩვენს ტურისტებს საცხოვრებლით და ორჯერად იკვებით. ამ ეტაპისთვის ავიაკომპანიებს გაუქმებული აქვს ფრენები 9 მარტის ჩათვლით და ველოდებით ინფორმაციას განახდება თუ არა ფრენები 10 მარტიდან. პარლამენტში ფასების კომისიაზე დღეს სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს უსმენენ. რიგით მეხუთე შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით საათზე მეტი რაც დაიწყო. რა არგუმენტები ექნებათ ამჯერად სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს ფასებთან დაკავშირებით ამ მიმართულებით შეფასებების ხდომის დაწყებამდე არ გაკეთებულა. ხდომის დაწყებამდე კომისიის წევრმა მხოლოდ ილია ინჯემ გააკეთა კომენტარი თებერვალში სურსათის 9.9%-იან გაძვირებაზე და თქვა, რომ მათაც აინტერესებთ, რატომ მოხდა კომისიის მუშაობის პარალელურად ფასების ზრდა. თუმცა შუბაშვილი მუშაობს საკანონმდებლო ორგანოში და ადგილზე გაკეთებული განცხადებებით პირდაპირ ეთერში გვერდდება, ნუცა გისმენთ. ანკო მოგესალმებით, დიახ, დაახლოებით თითქმის 2 საათია, რაც ფასების კომისიის ხდომის ფარგლებში სადისტრიბუციო მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს უსმენენ. კომპანიების წარმომადგენლებმა მათი თქმით რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე ისაუბრეს, რაც საბოლოოდ ფასწარმოქმნაზე და უკვე საცალო ქსელებში ფასებზე ახდენს გავლენას. მაგალითად, ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ რიგი მომწოდებლები, მწარმოებლები საქართველოს იმაზე უფრო ძვირად აძლევენ პროდუქციას, იმპორტირებულ პროდუქციას, ვიდრე სხვა შესაძარ ქვეყნებს, მაგალითად თურქეთზე შესაბამისად კომპანიებში ამბობენ, რომ ესეც საბოლოო ფასზე ახდენს გავლენას. ასევე აქცენტი გაკეთა იმაზე, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, მათ შორის ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაძვირებული რიგის სასურსათო იმპორტირებული პროდუქცია, რაც ბუნებრივია პირდაპირ აისახება ფასებზე. რაც შეეხება ერთ-ერთ საკითხს, რადგან გასულ შეხვედრებზეც კომისიის ფარგლებში იყო აქტიური საუბარი, ეგრეთ წოდებული ქეშბექები, რომლებსაც საცალო სავაჭრო ქსელები უწესებენ დისტრიბუტორებს. დღეს დაისვა კითხვა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კი ეს ქეშბექები გაუქმდება. ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ სრულად გაუქმება არ იქნება გონივრული ქეშბექების, რადგან ამ შემთხვევაში შეიძლება, რომ პროდუქციის გაყიდვების შემცირდეს, თუმცა კომპანიებში აღნიშნავენ იმასაც, რომ აუცილებელი არის გადახდის ვადები, ის ვადები რა ფარგლებშიც რიტეილ სექტორი უნაზღაურებს მიწოდებული პროდუქციის საფასურს დისტრიბუტორებს შემცირდეს, მათი თქმით ეს საბოლოოდ დადებით გავლენას მოახდენს ფასამატებზე. ხშირ შემთხვევაში არის, როცა დიდი მწარმოებელი, იგივე ევროპული, იგივე თუნდაც თურქეთი და სხვა ჩვენს ბაზარს უყურებს, როგორც უფრო ძვირ ბაზარს, პატარა შემსყიდველს და ხშირ შემთხვევაში არის შესაძლებელი ფასები უფრო მეტი, ვიდრე ზემოთ ხსენებულ ქვეყნებთან მიმართებაში. ანუ რეალურად თქვენი პროდუქტი წარმოების ადგილას შეიძლება თქვენს მიერ წამოღებული უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე სხვა ქვეყნების შემთხვევაში. ფასების მატება გამოწვეული არის ჩვენ შემთხვევაში, ამ შემთხვევაში წარმოებელი შემთხვევაში, გულისხმობ ანუ შოკოლადის ესე ვთქვათ, მარცვლის ღირებულების დაზე. თუ იყო სიტყვაზე 1 გახდა 5, მაგრამ ეს 5 გახდა ეგრევე ნედლეულის ღირებულების დაზე, ასე რომ ვთქვათ. და ეს ნედლეული ძირითადად იმპორტული არის, ხო? აი, კეშბექი გავაუქმეთ. რა იქნება თქვენთვის შედეგი? ის ექნება, რომ როდესაც სხვადასხვა მწარმოებელი და სხვადასხვა დისტრიბუტორი ერთმანეთის მიმართ ეწევა კონკურენციას, შესაბამისად ისინი მართავენ ამ ბიუჯეტის რაღაც ნაწილს იმისთვის, რომ თაროზე ერთმანეთს გაუწევენ კონკურენცია. მაგალითად, მარკეტინგული ინსტრუმენტია ასე. რომელსაც კარგავს უკვე სადისტრიბუციო კომპანია და მწარმოებელი. შეიძლება მივიღოთ გაყიდვების შემცირება, შესაბამისად რაც აისახება უკვე ფინანსურ მაჩვენებელზე კომპანიას. კეშბექის რაღაცა ნაწილი მიმართული არის ფასის აქციაზე. მაგალითად, ამ ერთი კვირის განმავლობაში X ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ სნო 10%-იანი ფასდაკლებით. ანუ რაღაც ნაწილი ამ ჯამური ბიუჯეტს არის მიმართული ამაზე. და შესაბამისად თუ გადავიდეთ net მოდელზე, ამის შესაძლებლობა მომაკდება, იმიტომ რომ ქსელი უკვე თავის შეხედულებისამებრ გააკეთებს, რასაც უნდა და როგორც უნდა. დღევანდელ შეხვედრაზე სადისტრიბუციო კომპანიების მხრიდან ასევე გაკეთდა ისეთ გამოწვევაზე საუბარი, როგორიც არის მაგალითად სადისტრიბუციო მანქანებისთვის დილის საათებში შეზღუდვა გადაადგილებაზე, მათი თქმით, ამან მნიშვნელოვნად გაუზარდა კომპანიებს ხარჯები. კიდევ რა განცხადებები გაკეთდება დღის განმავლობაში, ბუნებრივია საქმის კურსის შემაჯამებელ გამოშვებებში უფრო ვრცლად გაგაცნობთ ყველა შეფასებას. მადლობა, ნუცა შუბაშვილი იყო, რომელმაც ფასების კომისიაზე, სადაც სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს
უსმენენ გაკეთებული შეფასებები. გაგვაცნო ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. ყველა პროექტი, რაც ფონდ ქართულს თბილისში აქვს დაწყებული, აუცილებლად ბოლომდე მივა. ამის შესახებ კახა კალაძემ ყოფილი იპოდრომის ადგილას ცენტრალური პარკის პროექტზე საუბრისას აღნიშნა. ჟურნალისტების კითხვაზე, როდის დასრულდება ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტი, თბილისის მერის თქმით, ყველა პროექტი, რასაც საქველმოქმედო ფონდი ქართულ ახორციელებს, აუცილებლად მივა ბოლომდე. როგორც ცნობილია, იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობა 2020 წელსა დაანონსდა და წეს 2 წელიწადში უნდა დასრულებულიყო. ამ დრომდე უცნობია კონკრეტული ვადა თუ როდის დასრულდება ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები. ცენტრალური პარკი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე გეგმაზე რომ მიერად ეტაპობრივად ხორციელდება. წლის ბოლოსთვის გვექნება შესაძლებლობა, ამას პირველად ვამბობ საჯაროდ, შესაძლებლობა რომ პარკის აღმოსავლეთი ნაწილი, რაც დაახლოებით მთელი ტერიტორიის ნახევარს მოიცავს, გახსნილი იქნება ვიზიტორებისთვის. არაფერი შეფერხებას ადგილი არ აქვს, ყველაფერი გეგმა ზომიერად მიმდინარეობს. იპოდრომზე თქვენ ხედავთ მიმდინარეობს სამუშაოები, გარკვეული ცვლილებების განხორციელება მოხდა უშუალოდ პროექტირების დროს, იყო მოსახლეობის მოთხოვნაც ამასთან დაკავშირებით, იქ განსაზღვრული იყო ფრანგული, იაპონური ბაღების პროექტის განხორციელება, თუმცა მოსახლეობა ითხოვდა, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე საფარი ყოფილიყო, მოლი ყოფილიყო, ეს გადაწყვეტილება მიღებულია, რამდენჯერმე განხორციელდა პროექტის სრულება და მიმდინარეობს მისი განხორციელება. საქმის კურსი 13 საათი და 40 წუთზე ამით დასრულებულია. განახლებული ინფორმაციით 15 საათი და 30 წუთზე BMG TV-ზე, 17 საათსა და 30 წუთზე TV პირველს დაგიბრუნდებით.